ბევრი ისეთი ადამიანი შემხედრია, ვინც არ იცის გენეტიკა, ვინც არ იცის გენეტიკური კოდები და მაინც თავისას იჩემებს. მოდი განვმარტოთ. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რამდენიმე ტომი. მოდი ჩამოვთვალოთ ესენი. სვანები, ჯიორია 1 გენეტიკური კოდი. აღმოსავლეთ საქართველოს იბერები, ასევე ჯიორია 1 გენეტიკური კოდი. კოლხები, ჯიორია 2 გენეტიკური კოდი. მესხები, L გენეტიკური კოდი. კასკები, G1 გენეტიკური კოდი. G გენეტიკური კოდის ყველა განშტოება არის თუბალი შთამომავალი. მესეხი L გენეტიკური კოდი და L გენეტიკური კოდის ყველა განშტოება არის მესეხის პირდაპირ შთამომავალი. შესაბამისად, G გენეტიკური კოდი აქვს მეგრელს. G გენეტიკური კოდი აქვს კახელს. G გენეტიკური კოდი აქვს სვანს. G გენეტიკური კოდი აქვს ლაზს. G გენეტიკური კოდი აქვს დვალებს. G გენეტიკური კოდი აქვს ჰერელებს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არანაირი ქართები არ არსებობს ბუნებაში. საიდან მოდის ტერმინი ქართი? ქართი არ არის მეგრული სიტყვა. ქართ, ქირიათ არის სემიტური სიტყვა, რაც ნიშნავს ქალაქს. ვინც მაგ სიტყვებს იმეორებს ქართები, 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 აი საიდანაც მოდის სიტყვა ქართი, იქიდანაა წარმოშობით. ანუ არის სემიტი. პატივისცემა სემიტებს, მაგრამ ქართველების სემიტები არა ვართ. დღესდღეობით ბევრი ისეთი ადამიანი ცდილობს რაღაცა დივიდენდების მოხვეჭას, ვინც არც ისტორია იცის, არც გენეტიკა იცის, არც ეტიმოლოგია იცის და ზოგადად არც ღმერთის მხარე არ არის. მარტივია, სადაც ღმერთია, იქ არის სიმართლე და სადაც შეურაცხყოფაა, გინება, წყევლა, ასე შემდეგ. ის არის ეშმაკის მხარე. ეშმაკთან არ არის არც სიმართლე, არც გამარჯვება. ძალიან მარტივია. ნუ უჯერებთ იმ ხალხს, ვინც იმეორებს დღეგამოშვებით, რომ ქართები მოვიდნენ და დაიპყრეს. რა ქართები მოვიდნენ და დაიპყრეს? წინარე ქართველურ დამწერლობაში არის მეგრული ასობგერა, არის სვანური ასობგერა, არის მესხური ასობგერა, არის ქალდეული ასობგერა და რასაკვირველია იბერიული ასობგერებიც. წინარე ქართველებმა შექმნეს ერთიანი დამწერლობა, არავინ ცალკე არ არის. ყველა ერთიანობაში ვართ ქართველური წარმოშობის. არავინ არავისზე ძველი არ არის, არავინ არავისზე ახალგაზრდა არ არის. ყველანი ერთნი ვართ. ერთნი, ერთი ერის შვილი. ქრისტიანულად ჩვენ ვართ თუბალის და მესეხის შთამომავლები. თუბალისი არის თბილისი, ცხეთა არის მესხთა, იგივე მესეხთა. ორი ქალაქი. იწამეთ უფლის და ნუ დაუჯერებთ იმ ხალხს, ვინც არის ბოროტის მხარეს და ვინც ცუდისმეც არაფერს კარგს არ მოგიტანთ. რატო არ მოგიტანთ, იცი? იმიტომ რომ ბოროტთან არ არის გამარჯვება. შესაბამისად, თქვენ ხო გინდათ რომ გამარჯვებული იყოთ და მართალი იყოთ. მაშინ იმ ხალხთან არ უნდა იყოთ თქვენ, იმიტომ რომ ისინი არიან ბოროტის მხარე. უფალი აერთიანებს, ეშმაკი ყოფს. უფალმა გაგვაერთიანა ჩვენ. მარიამ ღვთისმშობლის კვართი არის კოლხეთში, უფლის კვართი არის იბერიაში. და ვინც ამ ერთიანობას ეწინააღმდეგება, კი ვიცით ვინც არის. ისინი არიან ბოროტები. ჩვეულებრივად. ბოროტი ვერ გაიმარჯვებს ვერანაირად. სიმართლე არის ღმერთი. მართლ მადიდებელი ქრისტიანები ვართ ჩვენ.